მოგესალმებით. Visual Basic-ის ამ გაკვეთილში მე განახებთ თუ როგორ შეიძლება მათემატიკური ფუნქციების გამოყენება ამ პროგრამირების ენაში. მაგალითად, შევიტანოთ dim აცვლადი როგორც ინტეჯერი. მაგალითად, უდრიდეს ეს 5-ს. შევიტანოთ ბეცვლადი როგორც ინტეჯერი ესეც და ეს უდრიდეს მაგალითად 2-ს და შევიტანოთ ცეცვლადი. ეს უდრიდეს არაფერს, nothing. როდესაც nothing-ს წერთ, ანუ არაფერს როდესაც უტოლებთ, ზოგიერთი პროგრამირების ენა ამ შემთხვევაში გვაძლევს შეცდომას, თუმცა ამ ჩვენი მაგალითისთვის ეს დიდი არაფერი არ არის. პირიქით გამოგვადგება კიდევაც ეს შემთხვევა. აქ უთხრათ რომ გვჭირდება C. გავუხუროთ და დავწეროთ C უდრის მაგალითად 100 - b. კოდიშით -b. 5 - 2 იქნება 3. ნახოთ. როგორც ხედავთ, მართლაც 3-ია. ასევე შეგვიძლია დავუმატოთ შევამოწმოთ 7 უნდა იყოს, ნამდვილად 7-ია. შეგვიძლია ასევე გავამრავლოთ შევამოწმოთ 5 × 2 უდრის 10-ს. შეგვიძლია ასევე გაყოფა. მოდით მთელი რიცხვი რომ მივიღოთ და უწეროთ აქ 10, ხოლო აქ გაყოფა. შევამოწმოთ 5-ია ნამდვილად. შეგვიძლია ასევე გავაკეთოთ ახარისხება. აა 10-ის კვადრატი იქნება 100. როგორც ხედავთ, ნამდვილად 100 დაგვიწერა. ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ მოდულიც. შევამოწმოთ 10-ის მოდული 2-დან იქნება 0. მაგრამ თუ ჩვენ ავიღებთ აქ 5-ს, ამ შემთხვევაში იქნება 1. 1. თუ ჩვენ ავიღებთ აქ 10-ს, თქვათ 1000-ს
და აქ ავიღებთ 10-ს. ნახოთ. დაგვიწერა 0. და ასე შემდეგ. უყურეთ ჩვენს ვიდეო გაკვეთილებს, გაიგეთ უფრო მეტი, იმუშავეთ, ისწავლეთ და გახდით ძლიერი პროგრამისტები.